მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ახოჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი და ეს არის ჩემი რუბრიკა კითხვა ფსიქოლოგსაც, თქვენ მიგზავნით თქვენ შეკითხვებს ღიად ან ანონიმურად და მე გპასუხობთ ესეთ ვიდეო ფორმატში. შესაბამისად, იცოდეთ რომ შეგიძლიათ დასვათ ესეთი შეკითხვა. მომწეროთ გვერდზე, page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე, პირად მიმოწერაში. თქვენთვის საინტერესო შეკითხვა და მიუთითეთ, რომ ეს არის რუბრიკისთვის კითხვა ფსიქოლოგს და ერთ-ერთ მორიგ გამოშვებაში და ჩვენი გამოშვებები გამოდის ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 9 საათისთვის. თქვენ მოისმენთ თქვენთვის მნიშვნელოვანი შეკითხვის პასუხს და შესაძლოა დიდი ალბათობით პრაქტიკულ რჩევას, რომელიც მოგცემთ საშუალებას თავი დააღწიოთ თქვენ სირთულეებს. შესაბამისად, ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ, რომ აი შეკითხვა, რომლის დასმაც ყველას ძალიან გეუხერხულებათ ხოლმე, შეიძლება გახდეს თქვენი ფსიქოლოგიური გამოჯანსაღების გასაღები. ამიტომ დასვით თქვენი შეკითხვები, გამომიგზავნეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ახლა მოდი გადავხედოთ იმ შეკითხვებს, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ ამ კვირის განმავლობაში და დაპობრივად გავცეთ მათ პასუხები. პირველი შეკითხვა. სალამი, მაინტერესებს როგორ ხდება ფსიქოლოგიური ასაკის განსაზღვრა. ფსიქოლოგიური ასაკის განსასაზღვრად არსებობს ორი გზა და ორი კონტექსტი. პირველი. კითხო საკუთარ თავს, რა ასაკის ადამიანად გრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მითითებული, ესე ვთქვათ, შენს დაბადების მოწმობაში, ხო? ანუ ობიექტურად შეიძლება გქონდეს ერთი ასაკი, შეიძლება იყოს 50 წლის, მაგრამ შინაგანი განცდა შეიძლება გქონდეს, რომ ხარ 30-35 წლის. ეს ერთი გზაა. მეორე გზა დაუცილებლობა ფსიქოლოგიური ასაკის განსაზღვრის დგება ხოლმე მაშინ, როდესაც მუშაობთ ფსიქოთერაპიაში. მაგალითად, ადამიანს აწუხებს შფოთი და ჩვენ შევდივართ კომუნიკაციაში მისი პიროვნების იმ ნაწილთან, რომელიც შფოთავს, ხო, რომელიც ამ შფოთზეა პასუხისმგებელი. და ვარკვევთ, რომ მისი პიროვნების ეს ნაწილი გაიჭედა, მაგალითად, 5 წლის ასაკში და ამიტომაც შფოთავს, ასე ვთქვათ, ეშინია აბსოლუტურად უწყინარი რაღაცეების და ადამიანს არ ესმის, რომ რატომ შფოთავ, რატომ ეშინია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის უბრალოდ, ასე ვთქვათ, ბავშვობიდან წამოსული რეაქციები. და შემდეგ თერაპიის დროს მე ვეხმარები, რომ გავზარდოთ პიროვნების ეს ნაწილი და, ასე ვთქვათ, პიროვნების ამ ნაწილმა მიიღოს წვდომა ყველა დანარჩენ გამოცდილებასთან, რაც მაგალითად 5 წლის ასაკის მერე მოხდა ადამიანის ცხოვრებაში, ხო, გამოცდილებასთან, უნართან და ასე შემდეგ. და როდესაც ხდება პიროვნების ამ ნაწილის გაზრდა, განვითარება, განახლება და ის ღებულობს წვდომას ყველა შენს დანარჩენ რესურსთან, პრობლემა ხდება. იმიტომ რომ მანამდე აი ეს პიროვნების ნაწილი, მაგალითად, რომელიც შფოთავდა, ან სხვა პრობლემას გიქმნიდა, მოდი ესე ვთქვათ, მან არ იცოდა, რომ ასე ვთქვათ, შენ გაქვს სხვა გამოცდილებები ცხოვრებაში, გაქვს უამრავი უნარი, უამრავი ცოდნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ამ პრობლემის დაძლევა. შესაბამისად, აი ეს არის ორი გზა, როგორც გინდება ფსიქოლოგიური ასაკი. აბა გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე. მესამე წელია ჩემი პარტნიორი მეუბნება, რომ ცოლთან თითქმის დასრულებული აქვს ყველაფერი და ბოლო მომენტში ყოველთვის რაღაც ხდება და ვერ შორდება. აქვს აზრი ურთიერთობის გაგრძელებას, უკვე ძალიან დათრგუნული ვარ. ანუ ამ შემთხვევაში მკითხველს აინტერესებს, აქვს თუ არა აზრი ასეთი ურთიერთობების გაგრძელებას. ამიტომ იქიდან, ასე ვთქვათ, თქვენი პრიორიტეტი რა არის და შეკითხვიდან ჩანს, რომ თქვენ გსურთ თავისუფალ ადამიანთან ურთიერთობა და ამ ადამიანმა დაგაიმედათ, რომ ასე ვთქვათ, მხოლოდ ფორმალობა მისი ცოლთან ურთიერთობის დასრულება
თუ ეს მართლა ესეა, მაშინ ამ შემთხვევაში ალბათ სასარგებლო იქნება, რომ განსაზღვროთ კონკრეტული ვადები. იმ შემთხვევაში თუ ამ ვადების კიდევ გადაწევა ხდება, ალბათ გასაგებია, რომ შეიძლება ამ ადამიანს ძალიანაც უნდა, მაგრამ ვერ გამოსდის, ან არ უნდა იქ ურთიერთობების დასრულება, მაგრამ თქვენ შემთხვევაში გამოდის, რომ თქვენ კარგავთ დროს და სხვის ურთიერთობას თქვენი ენერგიით ასაზრდოებთ. ამიტომ თუ მიხვდებით, რომ დასასრულებელი გაქვთ ეს ურთიერთობა, შეიმუშავეთ თქვენთვის ამ ურთიერთობის დასრულების გეგმა ეტაპობრივად, რომ თქვენთვის ეს არ იყოს გასაგებია, რომ იქნება მტკივნეული, გასაგებია, რომ იქნება უსიამოვნო, მაგრამ მაინც დასახეთ გეგმა, ხო? დასახეთ ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო გეგმა, ასე ვთქვათ, დასახეთ შეიძლება ფსიქოლოგთან ვიზიტიც იყოს დასაგეგმი იმისთვის, რომ მარტივად გამოგივიდეთ. ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობის დასრულების გადატანა. და შემდეგ ასე ვთქვათ, დასახოთ სხვა მიზნები, გაიხსნათ სხვა ურთიერთობებისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის. შემდეგი შეკითხვა. თვით შეფასებაზე როგორ ვიმუშაო? სხვებს რომ ვუყურებ, რაღაცნაირად მცვენია, თითქოს ჩვეულებრივი გოგო ვარ, მაგრამ ვერავინ მამჩნევს. თვით შეფასებაზე მუშაობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, არსებობს მრავალი გზა, მრავალი მიდგომა, როგორ შეიძლება იმუშაო თვით შეფასებაზე. რა არის თვით შეფასება, ხო? ადარებს საკუთარ თავს სხვა ადამიანებს, მათ სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, ხო? მათ ფონზე გონია საკუთარ თავს არწმუნებ, რომ არ ხარ საკმარისად კარგი, ძლიერი, ჭკვიანი და ასე შემდეგ. აი, სტანდარტებს არ შეესაბამები. ან შეიძლება ობიექტურად ხედავდე, რომ ძალიანაც შეესაბამები და ძალიან ბევრი პლუსი გაქვს, მაგრამ შინაგანად გაქვს იმის განცდა, შეგრძნება პირდაპირ, რომ არ ხარ, ასე ვთქვათ, მათ დონეზე. აქ ხშირად აძლევენ ხოლმე ზოგიერთ ჩემი კოლეგა ესეთ რჩევას, ნუ შეადარებს საკუთარ თავს სხვა ადამიანებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ შედარება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ვადარებთ ყველას და ყველაფერს, ხო? ეს არის ჩვენი ხერხი, როგორ განსაზღვროთ საკუთარი თავი საზოგადოებაში, მათ შორის საკუთარი რაობა, ხო? ამა თუ იმ სოციუმში საზოგადოებაში ჩვენი ადგილი სად არის. ასე რომ ჩვენ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყოველთვის ვაკეთებთ აი ამ შეფასებებს, ყოველთვის ვაკეთებთ შედარებებს. და აქ არის საუბარი იმაზე, რომ თვითშეფასება ავიმაღლოთ გარკვეული ტექნიკების გამოყენებით, ხო? როგორ გავაკეთოთ ეს? ესე იგი, ტექნიკა არის საკმაოდ მარტივი. დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ ხედავთ თქვენივე თავს, ხო? და რო უყურებთ თქვენ თავს 0-დან 10-მდე შეაფასეთ, ასე ვთქვათ, რამდენად მოგწონთ, რამდენად გიყვართ. შემდეგ დაფიქრდით რაღაცაზე, რასაც უპირობოდ ღებულობთ. მაგალითად, როცა წვიმს, ხო ღებულობ ამას როგორც ფაქტს, ხო? და უბრალოდ ან შესაბამის ტანსაცმელს ირჩევ, ან ქოლგას იღებ და ასე შემდეგ. აი დაფიქრდით რაღაცა ისეთზე, რასაც უპირობოდ ღებულობთ და როდესაც ამაზე დაფიქრდებით, აცალეთ საკუთარ თავს, რომ აი ეს მიმღებლობის ემოცია იგრძნოთ იმ მოვლენის მიმართ, რასაც ღებულობთ. და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ამ მიმღებლობის ემოციას აქვს რაღაცა ფერი, ну, მაგალითად, მწვანე. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ აი ამ მწვანე ფერით ავსებთ, აი ეს სხივით პირდაპირ, ავსებთ საკუთარ თავს, რომელიც დგას თქვენს წინ, ხო? აი რო აავსებთ კარგად, რო იგრძნობთ, რო აივსო, მერე 0-დან 10-მდე შეაფასეთ, ასე ვთქვათ, რამდენად უფრო მოგწონთ ეს საკუთარი თავი, რომელსაც ხედავთ. შემდეგ დაფიქრდით ვიღაცაზე ან რაღაცაზე, რის მიმართაც გაქვთ მადლიერების გრძნობა. და ასევე აცალეთ საკუთარ თავს, რომ იგრძნოთ ეს მადლიერება და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ამ გრძნობას აქვს ფერი, მაგალითად ოქროს ფერი, ხო? და ამ ოქროს ფერითაც აავსეთ
ეს თქვენი თავი, რომელიც თქვენს წინ წარმოიდგინეთ და რო იგრძნობთ, რომ აი ვსო ისიც კიდევ ერთხელ შეაფასეთ 0-დან 10-მდე, კიდევ რამდენად მოიმატა საკუთარი თავის მიმზიდველობა თქვენთვის, რამდენად მოგწონთ. და შემდეგ დაფიქრდით რაღაცაზე, რაც იწვევს თქვენში ახტაცების გრძნობას. აი, მაგალითად, მე რო პირველად დავინახე ოკეანე, ნუ მქონდა რაღაცა სასწაული ახტაცების გრძნობა, ხო? აი, დაფიქრდით ესეთ რაღაცაზე. შეიძლება ეს ბუნების მოვლენაა, შეიძლება კიდე რაღაცა. და ამაზე რო ფიქრობ, დაცალეთ საკუთარ თავს, რომ მოვიდეს ეს ახტაცების გრძნობა. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მასაც აქვს რაღაცა ფერი, ხო? მაგალითად, არ ვიცი, წითელი ფერი. და ამ ფერითაც აავსეთ საკუთარი თავი, რომელიც წარმოდგენილი ყავთ თქვენს წინ. და შემდეგ 0-დან 10-მდე კიდევ შეაფასეთ, რამდენად აიწია, ასე ვთქვათ, თქვენმა თვითშეფასებამ და სიყვარულმა საკუთარი თავის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ ეს სავარჯიშო იმდენი დღის განმავლობაში და იმდენჯერ, სანამ თქვენი თვითშეფასება არ გახდება ჯანსაღი და აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი თქვენთვის. აი, ეს არის ისეთ ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ საკმაოდ რბილად, მაგრამ ძალიან მძლავრად იმუშაოთ საკუთარი თვითშეფასების მომატებაზე. ასევე მეკითხებიან ხოლმე ძალიან ხშირად კონსულტაციაზე, როდის უნდა მოვიდნენ ჩემთან, ან როგორ მივხვდეთ, რომ შენთან უნდა მოვიდეთ კონსულტაციაზე. პირველი, მაგალითად, არ მოგწონთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა და ვერ ცვლით მას. გაქვთ შიშები, შფოთი, რაცა არააქტიური შინაგანი მდგომარეობა. ამ პირიქით ბრაზდებით იქ სადაც არ გინდათ გაბრაზდეთ. ანუ არ გაკმაყოფილებთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა და თქვენი შინაგანი მდგომარეობა არ გაძლევთ საშუალებას, რომ იყოთ იმდენად შედეგიანი და პროდუქტიული, რამდენად შეგიძლიათ რომ იყოთ. და არ გაძლევთ საშუალებას, რომ უბრალოდ დათქვეთ ცხოვრებით, ხო? მეორე მომენტი ეს არის, როდესაც გაქვთ მოზღვავებული ნეგატიური აზრები. რომელიც ასევე გთრკუნავთ. ამ შემთხვევაშიც შემიძლია გიშველოთ. მესამე, როდესაც რაღაცა შედეგს ვერ აღწევთ, აი, სვავთ კონკრეტულ მიზნებს, ხო? იქნება ეს მიზნები, მაგალითად, კარიერაში, ფინანსებში, პირად ცხოვრებაში, სოციუმში, კიდე სადღაც. აი, გაქვთ რაღაცა მიზნები და ან ვერ მოძრაობთ ამ მიზნების მიმართულებით, აი, რაღაცა გაბრკოლებთ, გაჩერებთ შინაგანად. ან მაგალითად, მიზანს რო ისახავთ, ნუ იმდენი წინააღმდეგობა გხვდებათ და ისეთ შთაბეჭდილება გიქნებათ, რომ ყველამ თქვენთვის მოიცალა და არ გეძლევათ საშუალება ის შედეგი დადოთ, რა შედეგიანობაც გსურთ. აი, ასეთ სიტუაციაში შეგიძლიათ მომართოთ. როდესაც ეძებთ საკუთარ თავს, საკუთარი თავის შეცნობა გსურთ უფრო მეტად, ხო? აქაც შემიძლია საკმაოდ კარგად დაგეხმაროთ. იმისთვის, რომ მოხდეთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე, ჩემს page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე შეგიძლიათ მომწეროთ პირად მოწერაში, მე ვმუშაობ როგორც ონლაინში, ისე პირისპირ. და კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ 25 მარტს იწყებს მუშაობას ჩემი ფსიქოლოგიური კლუბი ორიონი, სადაც კვირაში ერთხელ გვექნება, ასე ვთქვათ, სალექციო, სატრენინგო, სასემინარო ფორმატით მეცაინეობები. აქედან 3 მეცაინეობა იქნება ონლაინში და 1 მეცაინეობა იქნება პირისპირ და ისიც ჩაიწერება, შესაბამისად, ყველა შეხვედრის ჩანაწერი იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, კლუბის წევრებს ექნება ფასდაკლებები ყველა ჩემს სერვისზე, ტრენინგზე, იქნება ეს ჯგუფური ფორმატის თუ ინდივიდუალური ფორმატის. კლუბში გაწევრიანება ხდება გასაუბრების, ასე ვთქვათ, შედეგად, იმიტომ რომ მე მინდა შევქმნა უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანს ექნება საკუთარი თავის უკეთესად შეცნობის და განვითარების საშუალება, შესაბამისად. მაინტერესებს ერთი თქვენი შინაგანი მდგომარეობა და მეორე რას მოელით კლუბში გაწევრიანებისგან. შესაბამისად, კლუბში გაწევრიანების მსურველებს შეგიძლიათ ასევე მომწეროთ ჩემს page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე პირად მიმოწერაში. წავიკითხოთ კიდევ ერთი შეკითხვა. რატომ მიზიდავს ყოველთვის ერთი და იგივე ტიპის პრობლემური ადამიანები?
ეკითხება 35 წლის მამაკაცი. მოდი ცოტა სხვა რაღაცას შევხედოთ. ის რომ თქვენ გიზიდავთ პრობლემური ადამიანები და ამ პრობლემურ ადამიანებთან იჭერთ საქმეს, ამით რას ეშლება ხელი თქვენ ცხოვრებაში, ხო? აი, რომელი დარგი, რომელი სფერო ზიანდება. შეიძლება ოჯახს ვერ ქმნით, შესაძლოა ფინანსები ზიანდება, შესაძლოა ბიზნესში ან სამსახურში გეშლებათ ხელი. შესაძლოა ეს თქვენ ჯანმრთელობაზე მოქმედებს ფიზიკურზე ან ფსიქოლოგიურზე, ხო? შესაძლოა ეს თქვენს ურთიერთობას აფუჭებს მეგობრებთან, საზოგადოებასთან და ასე შემდეგ. აი, ის სფერო, სადაც დგება ყველაზე დიდი ზიანი, სავარაუდოდ თქვენს ქვეცნობიერს აქვს ეს სფერო გაყვანილი ჩრდილში. ანუ რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ქვეცნობიერ დონეზე, ღრმა გაუცნობიერებელ დონეზე, ჩემს ქვეცნობიერს სჯერა, რომ ოჯახი არის ის ადგილი, სადაც ადამიანი იტანჯება. ან სადაც ხდება ადამიანის დათრგუნვა. ხო? და ყოველთვის, როდესაც მე ვფიქრობ ოჯახის შექმნაზე, ცნობიერად, ძალიან კაი რაღაცებს ვფიქრობ, მინდა ოჯახის შექმნა. მაგრამ ქვეცნობიერად გაურბივარ ამას და იმისთვის, რომ მაგალითად ოჯახი არ შევქმნა, ხო? ჩემი ქვეცნობიერი მეხმარება რაში? ანუ მიქმნის სიმპათიას, ლტოლვას პრობლემური ადამიანების მიმართ, რომლებთანაც არაფერი არ გამოვა. იმისთვის, რომ ამაცილოს, ასე ვთქვათ, ამაცდინოს ოჯახს, სადაც მისი ღრმა რწმენით მელოდება საფრთხე. ახლა მე მოვყევი ესეთი მაგალითის ტიპიური, ხო? სინამდვილეში რისგან გიცავთ ქვეცნობიერი, იმიტომ რომ ქვეცნობიერს აშკარად ჭირა რომ რაღაცისგან უნდა დაგიცვას, ხო? შეცდომით რაღაცა, ასე ვთქვათ, უწყინარი და კარგი აქვს აღქმული როგორც საშიში და მეუღებელი. იმისთვის რომ ეს ზუსტად გავარკვიოთ საამისოდ, ალბათ უკეთესი იქნება რომ პირად კონსულტაციაზე მოგწანდეთ, იმიტომ რომ როგორც წესი, ესეთი ფაქტორები ძალიან შორს არის ხოლმე ცნობიერისგან, რაც ძალიან პერიფერიაზეა და დამოუკიდებლად ამის აღმოჩენა ცოტა პრობლემურია ხოლმე. ასე რომ მობრძანდეთ კონსულტაციაზე და გავარკვიოთ, ასე ვთქვათ, რატომ გიზიდავთ ყოველთვის ერთ და იგივე ტიპის პრობლემური ადამიანები და შევცვალოთ თქვენი საზროვნო სცენარი ისეთნაირად, რომ ეს პრობლემა მოიტოვოთ უკან და თქვენ ცხოვრებაში მოხდეს თქვენთვის სასურველი პოზიტიური ცვლილებები. დღეისათვის სულ ეს იყო. გმადლობთ ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ჩემს page-ზე Facebook-ში ფსიქოლოგი ვახტანგი ჯაფარიძე მომწეროთ თქვენი შეკითხვები პირად მიმოწერაში ანონიმურად. ამ ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ბმულს, რომელთაც შეგიძლიათ ეს page-ი იპოვოთ Facebook-ში. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.